cold one Tuesday. მერე რა რომ ტელესახეები სისტემატურად იცვლებიან, არსებობენ გამონაკლისები, ვისთვისაც ქართულ ტელეარხებზე ადგილი ყოველთვის მოიძებნება და მათ შორისაა ნანკა კალატოზიშვილიც. მსახიობი, რომელსაც არა მარტო თეატრისა და კინოს მაყურებელი იცნობს, უკანასკნელი წლების განმავლობაში არაერთი ტელეგადაცემის წამყვანად გვევლინებოდა. ამჯერად ნანკა სრულიად საქართველოსთან ერთად ცეკვავენ ვარსკვლავებშია ჩართული. მსახიობს პროექტი დუტა ხირტლაძესთან, კახა კინწურაშვილთან და ლიკა ლაბაძესთან ერთად მიჰყავს. დუტა არის სამყოლა პარტნიორად სპექტაკლის იქით და არც კახა სხვათა შორის და ლიკასთან პირველად მუშაობდა. ამ ორთან ნამუშევარი მქონდა სპექტაკლებში და ძალიან კომფორტული პარტნიორები არიან და გაირკვა ტელევიზიაში ძალიან მაგრები არიან პარტნიორობა დროსაც ცალკე ვიცოდი და უყურებდი. ძალიან კომფორტულად ვარ, იმიტომ რაღაცა ყველა მეგობარია და კარგია. თან მე ერთი წელი არ გამიკეთებია, რასაც ვქეთ ეკრანთან შეხება არ მქონია, ძალიან მინერვიულე პირველ გადაცემაში. მეგონა რომ სად ვარ ახლა მე პირველად ვარ მგონია კამერასთან და ძალიან მინერვიული და ამიტომ ეს ადამიანები ვერძერ მყავდა ძალიან კომფორტული. მიუხედავად იმისა, რომ პატარა სულ რაღაც 4 თვის წინ შეეძინა, პროფესიულ საქმიანობას უკვე მიუბრუნდა. მსახიობს პროექტის პარალელურად ერთ-ერთ ტელესერიალშიც იღებენ. პარადოქსი ქვია და ძალიან მალე გამოვაყო ეკრანებს და ბავშვი ყავდა ერთი თვის რომ მივედი გადაღებებზე და ამიტომ აი ძალიან გადარბენაში ნანკას პატარა 4 თვისაა, როგორც თავად ამბობს, მამას ძალიან ჰგავს. შეგახსენებთ, რომ მსახიობს ბავშვი კალათბურთელი მეუღლისგან, ირაკლი კეიდიასგან შეეძინა. შენაღან პროცესში მომყვები, ორსლობიდან მომყვები. ტიპი არის გაჩენის წამიდან ტიპია, იმიტომ რომ ძალიან ჭკვიანი თვალები აქვს და ძინავს ღამე და რაღაც ესეთია, საყვარელი. მამას გავს. ბავშვთან აი ძალიან სუმენატრება ხოლმე და დილის 7-ზეც რო შევდივარ, რა თქმა უნდა, ვუზივარ და ველოდები როგორ გაიღვიძებს და მაქსიმალურად ვცდილობ რომ უკვე გვერდზე, იმიტომ რომ აი 34 წლის ასაკში გამიჩნდა ბავშვი და ყოველი წამი მნიშვნელოვანია და სულ ვაკვირდები და სულ მაინტერესებს და უბრალოდ გადაღებები მქონდა ხა ერთი ვადღე ვიყავი წასული კიდე გავგიშდი და რა ჩამოვედიყოთ მეგონა რომ ფერი მიცნობს და ის გამარჯობა არ მქონდა ბავშვი და თქვენ ბოლო ხმაზე ვტიროდი და აშინებ ამ ბავშვს გადი გვერდზეო და მე გამიცინა ეხა მიწევს კიდე ამ სერიალის გამო წყალტუბოში 3-3 დღე ყოველ კვირა წასვლა და მე ძალიან რთულად ვარ და მე გამოვაცხადე რომ ეს არის ბოლო წასვლა. ნანკა უკვე ფანტასტიურ ფორმაშია. მიუხედავად იმისა, რომ ფეხმძიმობის ბოლო თვეებში წონაში საგრძნობლად მოიმატა, უკვე მშვენივრად გამოიყურება. მარჯის ვერ ვახერხებ, მინდა, მაგრამ დროც არ მაქვს და თან ორსლობის მე ძალიან მტკიოდა მუხლები. დღეს სიმძიმეს ვერ უძლებდა ჩემი ხერხემალი და მუხლები და ჯერჯერობით ძალიან მტკივა ზურგი და ფეხები და აი ეს ყველაფერი მე და ნელა გამივიდა. რაღაც და შეეძი იოგას ძახილი, მაგრამ მე მგონია რომ იოგა მიშველი, სატოღაც მგონია ძალიან აქტიური არ არის ის და რაღაცა ნელა იქნებ იოგამდეც ვერ მივედი. რაც შეეხება მსახიობის პატარას, დანიელი 4 თვისაა. ბავშვის სურათი მისი დაბადებიდან სოციალურ ქსელში სულ ცოტა ხანშივე გამოჩნდა. ამჯერად ტაბლოიდები კიდევ ერთ ფოტოს აქვეყნებენ, სადაც გარკვევით ჩანს, რომ პატარა დედას ძალიან ჰგავს. სხვათა შორის ინტერნეტში ბოლო დროს განსჯის საგნად ქცეული ნინი ბადურაშვილის პატარას ფოტოს გამოჩნდა. მომღერალი სურათზე პატარა ელენესთან და დიშვილთან, ანასტასია თოფურიძის ბავშვთან ერთადაა აღბეჭდილი. პატარები თითქმის ტოლები არიან, ნინი კი ძალიან ბედნიერი ჩანს. მოკლედ ქართული შოუ-ბიზი ახლად გამომცხვარი დედიკოებით გაივსო. ჯერ იყო და მშობიარობიდან რამოდენიმე თვეში ტელეეკრანებს ანა იმედაშვილი დაუბრუნდა. მერე ნინიმ გადაწყვიტა მუსიკალური კარიერის გაგრძელება. ამჯერად კი წარმატებებს და ბედნიერ დედობას ნანკა კალატოზიშვილს ვუსურვებთ.